ყაზაიშვილის პოკერი და საგოლე გადაცემა ჩინეთის ჩემპიონატში. ქართულმა შემტევმა 4 გოლი ბეინინ გუანუს წინააღმდეგ გაიტანა და უმაღლესი შეფასება 10 ქულა მიიღო. ყაზაიშვილს ტაიშანის შემადგენლობაში მიმდინარე სეზონში 19 გოლი აქვს გატანილი და ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირია. 原地转身，卡扎，把人再过一次，漂亮！ გიორგი ქოჩორაშვილმა სპორტინგის რიგებში ძირითად შემადგენლობაში პირველი შეხვედრა ჩაატარა. სპორტინგმა მეორე პორტუგალიურ გრანდ სპორტუს უმასპინძლა, თუმცა 1-2 დამარცხდა. მიუხედავად მარცხისა, გიორგი ქოჩორაშვილმა თავი დასამახსოვრებელი მომენტებით გამოიჩინა. 4 მატჩის განმავლობაში სპორტინგმა პორტუგალიის ჩემპიონატში 9 ქულა მოიპოვა. გიორგი მიქაუტაძე ვილიარეალში 9 ნომრიანი მაისურით თამაშობს. ინფორმაციას ჯეოთიმი ავრცელებს. მიქაუტაძეს ახალ გუნდში ტრანსფერის შესახებ ინფორმაცია 29 აგვისტოს გავრცელდა. ფეხბურთელმა სამედიცინო შემოწმება დღეს გაიარა და ესპანურ კლუბთან კონტრაქტსაც მოაწერა ხელი. ცნობილია, რომ ლიონის დატოვება მიქაუტაძის სურვილი არ ყოფილა. მისი გაშვება არც კლუბს უნდოდა, თუმცა ეს ნაბიჯი ფინანსური პრობლემების მოსაგვარებლად გადადგა. საქართველოს კალათბურთის ეროვნული ნაკრები ევრობასკეტის მატჩში საბერძნეთთან 53-94 დამარცხდა. აქამდე საქართველოს ნაკრებმა ევროპის მოქმედი ჩემპიონი ესპანეთი დაამარცხა. გუშინ კი იტალიის ნაკრებთან დამარცხდა. ჩემპიონატზე მომდევნო მატჩს საქართველო 2 სექტემბერს კვიპროსის წინააღმდეგ გამართავს.